მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება როგორი მამაკაცი შემოდის თქვენს ცხოვრებაში და რისთვის. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენს წინაშე არის პოზიციები. აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. დამსად რომ იქნებით განაგრძოთ ყურება. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, მოგესალმებით ჩემო პირველებო. და დღეს ვიგებთ ჩვენ როგორი მამაკაცი შემოდის თქვენს ცხოვრებაში და რისთვის. ამ ორ პოზიციას ცოტათი გვერდით გავწევ. სივრცე რომ დაგვრჩეს და ვნახოთ. აქ პირდაპირ მოდის მინიშნება, რომ აბსოლუტურად ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, განვიხილოთ, შეიძლება სხვა ადამიანიც იყოს თქვენთან დაკავშირებული, დაინტერესებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არკანი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მოდის თქვენთან სრულიად ახალი ადამიანი, სრულიად ახალი. ნიშნავს, რომ აქამდე არც მის შესახებ გსმენიათ, არც მის შესახებ ვინმესგან გაგიგიათ და რა თქმა უნდა შესაბამისად კონტაქტი არ გქონიათ, მაგრამ ნახოთ კიდევ რას გვეტყვის კარტი. როგორი მამაკაცი შემოდის თქვენს ცხოვრებაში და მოდის პიროვნება. საკმაოდ ესეთი ლაღი პირველ რიგში მისი პოზიტიურობით და სიცოცხლის უნარიანობით და ენერგიული ხასიათით ძალიან მოიხიბლებით, ძალიან აქტიური, ინიციატივიანი. და ყველაზე მთავარი რაც არის, აქ მოდის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი. ეს რესურსი მდგომარეობს როგორც ფინანსურ სტაბილურობაში, ასევე ეს რესურსი მდგომარეობს მის განწყობაში, რომელიც უკვე აღარ ეძებს ისეთ ურთიერთობებს, სადაც რაღაც სახის, ასე ვთქვათ, გართობა არის და მეტი არაფერი. ამ ადამიანს ექნება სურვილი თქვენთან სერიოზული მყარი ურთიერთობის შექმნის, ანუ დაინტერესება აქვს, რომ შექმნას თქვენთან რაღაც სტაბილური კავშირი. სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს პიროვნება შეიძლება გაიცნოთ უახლოესი მეგობრის მეშვეობით, ან ნათესავების მეშვეობითაც, ან რაღაც ესეთ გარემოში წახვიდეთ, სადაც თქვენთვის ნაცნობი ადამიანები არიან და იქ მოხდეს თქვენ შორის კომუნიკაცია, მაგრამ იქამდე ამ პიროვნებაზე რაღაც გარკვეული შეხება, ან ის რომ ვინ არის, შეიძლება კი არა და არ იცით, იმიტომ რომ ახალი ადამიანი არის, სრულიად ახალი. როგორი ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში, ავღწეროთ. ეს არის პიროვნება, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს საკუთარ ოჯახს, ძალიან ამაყობს თავისი წარმომავლობით, შეიძლება ჰქონდეს საგვარეულო ისტორია, შეიძლება ჰქონდეს ასეთი შთამომავლობით მიღებული მემკვიდრეობები, ძალიან ესეთი რაღაც გვართან დაკავშირებული ექნებათ, ისეთი რომ ინახავენ ტრადიციას, ან შეიძლება მემკვიდრეობით ერგო რაღაც ისეთი ცნობილი, ვთქვათ, ან გვარი ჰქონდეს, ან რაღაც ისეთი რამაც შეიძლება თქვენი ყურადღება მიიქციოს, იმიტომ რომ თქვენთვის ნაცნობი იქნება მისი
ან საქმიანობა, ან კომპანია, აი რაღაცა შეიძლება გაგონილი გაქვთ, რომ ხო ეს გამიგია, მაგრამ თვითონ უშუალოდ ეს ადამიანი არიცით. ანუ არის რაღაცნაირად ოჯახის დამცველი, გაცნობიერებული აქვს, რომ ოჯახში თავის როლი უნდა ჰქონდეს, თავის პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეს. მაგრამ არის საკმაოდ მარტივი კომუნიკაციისთვის დაბადებული, ანუ არ უყვარს გართულებები, არ უყვარს რაღაცა გამიზეზებული საუბრები, არ უყვარს რაღაცაში დრამა. ყველასთან შეუძლია კარგი განწყობის შექმნა, ყველასთან შეუძლია კომუნიკაციის წამოწყება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იცის ვისთან როგორ უნდა მოიქცეს და ამის გამო არის გახსნილი. არა, უბრალოდ ესეთი ლაღი ბუნება აქვს მას. ურთიერთობაში არ უყვარს სიჩქარე, ვითომ, ზოგადად, მაგრამ თქვენთან მიმართებაში შეიძლება განსაკუთრებულად მოიქცეს და რაღაც მოვლენები დააჩქაროს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობის ტიპი მაშინვე გაარკვიოს თუ რა სურს თქვენთან, ან როგორი თვალით გიყურებთ, ხო? აქ პირდაპირ არის ნამდვილად განმეორებით შეხვედრის სურვილის გამჟღავნება ან პაემანზე დაპატიჟება. აქ მოდის თქვენთან ძალიან რესურსული ადამიანი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ურთიერთობაზე, რომელიც მატერიალურად მზად არის, რომ ჰქონდეს საკუთარი ოჯახი. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ გაცნობიერებულადაც და შინაგანი სტაბილურობა აქვს იმ დონეზე მოპოვებული, რომ მან უკვე ზუსტად იცის რა სურს, ვინ სურს, აღარ ეძებს რაღაც გართობებს და ახალ პარტნიორებს და რაღაც სტაბილური ენერგია შემოდის თქვენთან. აქ თქვენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, რომელიც სერიოზული ურთიერთობისთვის იქნება თქვენს ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში შემოვა სერიოზული ურთიერთობისთვის. აქ ძალიან სერიოზული პოზიცია ამოვიდა. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში როგორი მამაკაცის შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რისთვის. აქ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ პიროვნებას თქვენ პირველი პოზიციისგან განსხვავებით იცნობთ. აქ მოდის ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ ჯიუტი, რომელსაც არ ესმის კი, არ ესმის არა, რაც უნდა იმას აკეთებს, სხვა ადამიანების მოსაზრებები დიდად არ აინტერესებს, რაღაცას თუ ჩაიფიქრებს, ის გააკეთებს. აქ შეიძლება დაბრუნდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც რაღაც ურთიერთობის ეტაპზე იყავით ან სცადეთ, მაგრამ არ შედგა ურთიერთობა, ან გაიყო გზები. ან კომუნიკაციის დროს მიხვდით, რომ დიდად ვერ ეწყობოდით, მაგრამ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ თქვენი არა არ მიიღოს და კიდევ რაღაც სცადოს თქვენთან. ამ პიროვნებამ ჩათვალა, რომ ვერ დაგივიწყათ. აქ კიდევ ერთი არკანი მიგვანიშნებს, რომ აქ მოდის ურთიერთობის აღდგენა. აქ მოდის სიტუაციის გარკვევა, აქ მოდის ადამიანი საკმაოდ ისეთი ჯიუტიც. ამ შემთხვევაში რაღაც პოზიტიური ენერგიით დამუხტული მოდის, რომ არა, ამ ურთიერთობაში აუცილებლად რაღაც უნდა გამოვიდეს, უნდა შედგეს ჩვენ შორის კავშირი, მე მინდა ეს კავშირი ესეთი განწყობით იქნება ეს პიროვნება. აქ იცით როგორი ენერგია არის, ერთი პარტნიორი ძალიან მოწადინებულია, მეორე იშორებს მას, ანუ აქ ცოტა ისეთი მომენტი არის, რომ შეიძლება მის SMS-ები არ გახსნათ, მისარი არ მიიღოთ, შეიძლება თუ იცის სად მუშაობთ ან სად ხართ, დაგხვდეთ.
შემთხვევით ვითომ ჩაიარა, მაგრამ მიხვდებით, რომ თქვენს გამო რაღაცებს აკეთებს. არ შეგეშვებათ, სანამ არ უპასუხებთ, არ შეგეშვებათ, სანამ არ მიიღებთ, არ მოусმენთ და რაღაც ჩანს არ მისცემთ. ძალიან ისეთი ჯიუტი ადამიანია. მე შენთან ურთიერთობა მინდა ურთიერთობა ვცადო, მინდა ავაწყო ყველაფერი თავიდან. მე შენ მჭირდები, ესეთი ენერგიით მოდის, ანუ მოდის ჯიუტი კაცი, რომელსაც ხვდება ჯიუტი ქალი, ანუ თქვენ. მაგრამ თითქოს ეს ადამიანი სადღაც დაგხვდებათ, ან სადღაც მოახერხებს, რომ რაღაცაზე დაგიყოლიოთ, ან ერთხელ მაინც შეხვდეთ, აი რაღაცაზე ესე დაყოლიება მოდის მისგან. რისთვის მოდის, რომ ვეკითხები, კიდევ ერთხელ უნდა რომ აწყოს თქვენთან კავშირი, კომუნიკაცია, მისცეთ შანსი, მისცეთ გამოსწორების საშუალება, თუ რამე აქვს რაღაც გამოსასწორებელი. თქვენ ეს ადამიანი გხედავთ როგორც იდეალ ადამიანად, შენთან, ანუ ამ ადამიანის თვალთახედვით და სიტყვებით, ეს ადამიანი გეტყვით, რომ თქვენთან რაც განიცადა, თქვენთან რაც ემოციები აქვს, თქვენ როგორც იზიდავთ, თქვენ როგორც მასში დარჩით რაღაც იდეალის დონეზე, ესე სხვასთან ვერ გრძნობს ვერაფერს და შეგრძნებებით ისევ თქვენთან არის. ანუ აქ ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, უკონტაქტობის დროს და გათიშვის დროს აღმოჩნდა, რომ თქვენს მიმართ გრძნობა გაუჩნდა, ან ვერ დაგივიწყათ, ან რაც უფრო უარს ეუბნებით, უფრო ემატება ის შეგრძნება, რომ ზუსტადაც თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელსაც საბოლოოდ ხელში ჩაიგდებს, მოიპოვებს და არსად აღარ გაუშვებს. ყოველ შემთხვევაში აქ პიროვნება მოდის ისეთი შემოთავაზებით მოდის, რომ ურთიერთობაში შანსი მისცეთ. რამდენად სერიოზულად გამოიყენებს ამას, არ ვიცი, არ მოვიდა კონკრეტიკა, რისთვის მოდის ამის შემდეგ, უბრალოდ მისი მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ თქვენ უპასუხოდ, აღარ დატოვოთ, ან ბლოკი ახსნათ, ან რაღაც გააკეთოთ და მას მისცეთ საშუალება, რომ ისაუბროს, ესეთი მომენტი არის მეორეება თქვენთან. დაგემშვიდობებით და ახლა ჩვენ განვიხილოთ მესამე პოზიცია, მოგესალმებით. როგორი მამაკაცი მოდის თქვენთან? და რისთვის? აქ მოდის პიროვნება, რომელიც ძიებაშია, თვითონაც შეიძლება არ იცოდეს ახლა რას ეძებს, ან ვის ეძებს, მაგრამ შენიშნავთ, რომ მარტო თქვენ არ გეკონტაქტებათ ამ ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში, ანუ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება ჰქონდეს ესე. ან ფლირტი უყვარდეს, ან ხვდებოდეთ, რომ სხვების მიმართაც შეიძლება რაღაც გრძნობები თუ არა, სიმპათიები ჰქონდეს, მაგრამ მათ შორის თქვენს შეგნიშნავთ და რაღაცებს ეცდება. ну შეიძლება აქ იყოს ესეთი ცოტა მაცდუნებელი ურთიერთობა მესამე პოზიციაზე, სადაც ან შეიძლება ეს ადამიანი თავისუფალი არ არის და ზუსტად იცით ეს, მაგრამ თქვენც მოგეწონებათ და მასაც მოეწონებით, ან უკვე მოგწონთ ეს ადამიანი და იმის გამო არ შედიხართ ურთიერთობაში, რომ იცით, რომ სხვა ადამიანი არსებობს მის ცხოვრებაში, ან პირდაპირ კონკრეტულად ამბობს, რომ მე შენ ძალიან მიმიზიდე. შენთან ურთიერთობა მინდა, მაგრამ არ გთავაზობთ ურთიერთობის ტიპს, როგორი ურთიერთობა უნდა, ან ვერ გაძლევთ სტატუსს, შეიძლება ესეც იყოს. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანს იცნობთ. ну ნამდვილად არის აქ კონკურენცია. ნამდვილად ყავთ მეტოქე, ან მეტოქეები, ან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მხოლოდ თქვენთან არ არის რომანტიკული განწყობით.
მაგრამ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის, აი რაღაც ისეთი მდგომარეობა არის უკვე ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი მომნუსხველი საუბარი ან შეუძლია რომ მაშინვე ადამიანი დააინტერესოს, მაშინვე მის მიმართ ყურადღება მიაქციოთ ან ისეთი გრძნობით ლაპარაკობს, ისეთი ფლირტი იცის, ისეთი თავროს დამხვევი ემოციების ჩვენება იცის, ისეთი თბილი ენერგიებით შეუძლია რომ ან კომპლიმენტები გითხრათ, ან შეუძლია რომ გააბედნიეროს ქალი, შეუძლია რომ რაღაც შესთავაზოს. ანუ თან აქვს ის უნარი რომ დააფიქსიროს რომ მე შენ ახლა კონკრეტულს და მნიშვნელობას ვერ გთავაზო, მაგრამ თან ისეთ გრძნობებს აჩვენებს, რომ თითქოს აი ეს გავიწყდებათ, რომ მარტივი რაღაცისთვის არის, ან კონკურენტები არსებობენ, ან ბოლომდე ვერ ჩადებს რაღაცას. მას აქვს რაღაც ისეთი მომნუსხველი მაგნეტიზმი აქვს, რომ ანუ უკვე გრძნობებში შეიძლება თავისუფლად მალევე ჩაგაბათ ამ ადამიანმა და თუ გრძნობები უკვე არ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, გაქვთ ის მოლოდინი, უბრალოდ საფრთხეს გრძნობთ, რომ შეიძლება ამ თამაშით თავი შეგაყვაროთ. და უკვე თქვენ მას ან SMS ელოდებით მუდმივად, ან ელოდებით რომ მოგწეროთ და შეხვდეთ, ან მის ძარს ელოდებით, აი ძალიან ელოდებით, ანუ ან სტორს რომ დებთ, მაშინ სულ ამოწმებთ რომ ნახა თუ არა, აი რაღაცაზე დამოკიდებული გაგხადათ, მას სულ ელოდებით. ან თუ ესეთი ადამიანი არ არის, აქ მოდის ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ერთ შეხედვით კონკრეტულ რაღაცას ვერ მოგცემთ და ამას თქვენ ხვდებით და დაფარული და დამალული არ არის, მაგრამ თან გრძნობებში ისეთ ეიფორიას და ქარცაცს მოიტანს, ისეთი უნარები ექნება, რომ სიყვარული აგიხსნათ, თუ აი რაღაცა მონუსხველი ტექსტები, ყველაფერი, რომ თქვენ მის ენერგიას, აი ამ ენერგიის მიღებას დაელოდებით და მასზე დამოკიდებული გახდებით. დიდი საფრთხეა აქ. აცნობიერებთ ამ ურთიერთობის რისკს, მაგრამ თითქოს უარს ვერ ამბობთ ბოლომდე და მოდის თქვენ ცხოვრებაში მოკლედ ასეთი და ასეთი ადამიანი, მოდის იმისთვის, რომ ძალიან მოსწონ ხართ და უნდა რომ სანამ შესაძლებლობა არის განუსაზღვრელი დროით არ ამბობს, რომ არაფერს არ გპირდებათ და არაფერს არ ამბობს, რამდენი ხანი იქნებით ერთად, მაგრამ რა დროც გაქვთ მოცემული მაქსიმალურად ერთმანეთთან რომანტიკული კავშირები გქონდეთ და რაღაც დიდი რომანი წამოიწყოს, რომელსაც მოაქვს ძალიან ბევრი ემოცია, ბევრი პრობლემა და კონკრეტიკა არა. აი ესეთი ვარიანტი არის მესამე პოზიციაზე. დაგემშვიდობებით, მე წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.